რეჟიმის მოსამართლეები ნაცემი და ნაწამები მოქალაქეების დაჯარიმებას და გასამართლებას აგრძელებენ. მოსამართლე ლელაც აგარეიშვილმა სასტიკი მოპყრობისა და წამების ის ეპიზოდები უნდა მოისმინოს, რომლებიც ამჯერად ავთანდილ ტიტვინიძის საქმეშია. ამ შემთხვევაშიც ნაცემ მოქალაქეს ედავებიან პოლიციის დაუმორჩილებლობას. ტიტვინიძეს, რომელიც აქციის დროს სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ, ამ დრომდე ეტყობა ანგარიშწორების კვალის სახეზე. ნაწამები მოქალაქეების მონაყოლი თითქმის იდენტურია, რეჟიმი ყველას ერთნაირი მეთოდებით უსწორდებოდა. ქეთინა დიბაიძე გვერდობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან საქმის დეტალებით. რამდენიმე წუთია მიმდინარეობს ავთანდილ ტიტვინიძის სხდომა. ის დააკავეს 30 ნოემბერს, თუმცა ამ დრომდე მისი სასამართლო პროცესი ვერ ჩატარდა, რადგან 10 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე წოლითი რეჟიმი. მასზე იძალადეს ფორმიანმა და უფორმო ძალოვნებმა, როგორც ის იხსენებს, რუსთაველის გამზირზე, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, დაედევნენ პოლიციელები და ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც იხსენებს, ხელკეტით ჩაუმტვრიეს სახის ცვლები, მას ჰქონდა ასევე ტვინის შერყევა. როდესაც გადაიყვანეს იზოლატორში, ავთანდილ ტიტვინიძე 48 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა ექიმთან კონსულტაციას, ექიმის დახმარებას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ გაეწია მას ეს დახმარება, რაც სხდომათა დარბაზში, სასამართლო სხდომათა დარბაზში დაკარგა გონება. ეს სხდომა მაშინ ჩაიშალა, ის გადაიყვანეს კლინიკაში და ახლა მიმდინარეობს ავთანდილ ტიტვინიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც ედავებიან დაუმორჩილებლობას. მომიწოდა სპეცრაზმა, რომ შემეძლო სახლში წასულიყავი და მე დავიჯერე, დავაპირე სახლში წასულა და ამ დროს ეს გადავკვეთე ნიღბიანმა პოლიციელებმა და დამაგდეს ძირს. ასე თუ ისე მირტყეს, მაგრამ ეგ დიდი არაფერი არ იყო, მაგრამ აი უკვე როდესაც უშუალოდ გამიყვანეს შორს, მე ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემოუცხო დუბინკაც ქვეში, ასე და დიდი რაოდენობით სიცხლე დავკარგე საკმაოდ. რა სახის დაზიანებები? ძვლები მაქვს ჩამტრეული, ცხვირის ღია ჭრილობა მაქვს და ასევე ტვინის შერყევა. იყო როგორც უფორმო, ისე ფორმიანი, ისე ნახევრად ფორმიანი რობოკოპი სახეზე ერთს ჰქონდა აწეული მხოლოდ ნიღაბი და მახსოვს ის ადამიანი და ტელეფონი წამოყვა. კი, შეუძლია ჩემ ტელეფონსაც მოვკითხავ, იმიტომ რომ არ ჩანს იმის მერე ჩემი ტელეფონი პოლიციას არ აქვს. 2 დღე მამყოფეს ექიმის გარეშე. მე პროცესი გავხდით სუდად დაწყების წინ, სასტრაფო ისევ ჩემმა ადვოკატმა გამოიძახა, სხვას არავის არ გამოუძახებია. მე იქ მივედი შესაფასებლად რეალურად სიტუაციის, რომ აი ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი, რეალურად ვინ იტყუებოდა, ვინ იყო სწორი, ვინ მართალი და შიდა სივრცეში ჩავიხედე პოლიციის, უკვე მივხვდი ვინ არის დამნაშავე და ვინ იტყუება. იმდენ რაღაც მომატყუეს უკვე, რომ ყველა სტრუქტურა აგებულია ტყუილზე. დოკუმენტებში წერია, რომ თითქოს და ავთანდილმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე, დახმარებაზე, არადა პირიქით თვითონ ითხოვდა 48 საათის განმავლობაში ეს ადამიანი ითხოვდა სამედიცინო დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოაქვს მტკიცებულებები, რეალური მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აკავების ასეც ასე ვთქვათ მიაყენეს ჯანმრთელობის ზემოდაზიანება, უტყამდნენ სემენტენ, შემდგომ საპატრულო ეკიპაჟის მანქანაშიც მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა და იზოლატორში შეყვანამდე. ჩვენ საჯაროდ გავრცელებულია კადრები, რომ დაკავებისას მას არანაირი დაზიანება, დაკავებამდე უბრალოდ არანაირი დაზიანება არ ჰქონდა ავთანდილს, ხოლო შემდგომ, როდესაც გამოყავთ თიხვის იზოლატორიდან და გადაყავთ სახის იზოლატორში, ან იზოლატორიდან რომ გამოყავთ, ჩანს კადრებში როგორ არის უკვე ნაცემი და ითხოვს დახმარებას, თუმცა სამედიცინო დახმარებას მას არავინ არ უწევს. აქციის კიდევ არაერთი მონაწილე ელოდება სასამართლო პროცესებს, მათ შორის არის რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა, რომელიც გუშინ მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ფორმულამაც გავრცელა უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ძაღლს ასეირნებდა და სახლში ასვლის და ძაღლის სახლში დატოვების უფლებაც კი არ მისცეს სამართალდამცველებმა და ის ქუჩაში დაატოვებინეს. გაუგებარია მისთვის, რას
მას ედავება პოლიცია. დაუმორჩილებლობა არის ოფიციალური მუხლი, თუმცა ეს ეხება დაკავების პროცესში და მომენტში დაუმორჩილებლობას, თუმცა რატომ მიაკითხეს მას საცხოვრებელ სახლთან და რის გამო აკავებდნენ, აი ეს არის ბუნდოვანი, როგორც ადვოკატი გვეუბნება, მომდევნო 48 საათში, უпростоრად გუშინ დააკავეს ის და 48 საათში სხდომა უნდა ჩაინიშნოს და ჯერჯერობით უცნობია ადვოკატისთვის, როდის გაიმართება ეს პროცესი. ნაცემი არის ბჟალავა, როგორც მისი ინტერესების დამცველი გვიყვება, ის თბილისის სამმართველოში გამოკითხვის დროს ცემეს. თავიდან გვეგონა რომ ეს იყო სისხლის სამართლის წესით დაკავება, თუმცა თავად ვატოსაც მას ეგონა, თუმცა როდესაც დაუსვეს მას შეკითხვები და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, შემდეგ დაკავება რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმით, ისინი მას ედავებიან უშუალოდ დაკავების მომენტში, თითქოს ის მან გაუწია წინააღმდეგობა ან რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. ვატო ბიჟალავას მიმართ ადგილი ჰქონდა არა ადამიანურ მოპყრობას, კერძოდ იგი როდესაც მიიყვანეს სამმართველოს შენობაში, უშუალოდ იქ შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი მასთან, ამას ესწრებოდნენ სხვა პოლიციელებიც, ისინი ითხოვდნენ ვატოსგან რომ მოიხსნა ტელეფონზე პაროლი და მიეცა ინფორმაცია თუ რა სახის დაჯგუფებებში იღებდა მონაწილეობას აქციების მიმდინარეობის დროს და ნიღბით გადაადგილდებოდა თუ არა ამ დაჯგუფებებთან ერთად. სახეში დაარტყა ორჯერ ამ პოლიციელმა. და შემდეგ ფეხში ჩაარტყა, ანუ წვივში ჩაარტყა ფეხი, რის გამოც აღინიშნება დაზიანება. იგი იღებს აქციას, აქვეყნებს ამას თავის სოციალურ ქსელში, იგი არის მკვლევარი, ცხადი არაფერში არ მონაწილეობდა, იქ უბრალოდ ასახავდა იქ არსებულ ვითარებებს. ორი კვირა უკვე ათობით მონაწილე ყავს სამართალდამრღვევად გამოცხადებული სასამართლოს. ერთმანეთის მიყოლებით იმართება სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღემდე, როგორც გითხარით, ამ წუთებშიც ერთ-ერთი მონაწილის ავთანდილ ტიტვინიძის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არის ნაცემი. ის 10 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის გამო მკურნალობდა და ამ დრომდე ვერ მოხდა მისი სხდომის გამართვა, თუმცა ის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან დაკავშირებით სასამართლო, მასაც დაუმორჩილებლობას ედავებიან. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე აქტივისტის სხდომა გაიმართება.